Buongiorno. მე ვიქნებოდი მაგარი გლადიატორი. სხვანაირი შეგრძნება არის ხელით რო ეხები აქაურობას. გალიცინივით, იმიტომ ვარ გამოწყობილი. ჭირმას დაბადების დღე არის და თავრობამ ასე გადაწყვიტა. 1 2 3 შეხედრა ლამაზ. სოფლიოს გული არის ქუთაისი. რას მელაპარაკებ შენ ახლა? აჰა, ეგეც მე ვარ. ახლა ვნახოთ დიდი ჯახი. iPhone თუ Samsung. პირში შევყავით ხელი. ქუთაისურმა ცუცქმა გადამარჩინა. ვიღალე, მაგრამ ასე ვისვენებ. ხილვა ვნახეორო და დაადგენ თავზე მთავარანგელოზი მიხაელის ზეგლი. ამიტომ ხალხო, არ წაიყვანოთ მეუღლეები დასასვენებლად, წაიყვანეთ მაკაცები. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით რომიდან. ძალიან ისეთი ადგილიდან კი ვიწყებ, რომ ვერ მივხვდებით სად ვართ, მაგრამ მაინც ახალ საოცრებებში არის შეტანილი რომის კოლიზეუმი და ძალიან საინტერესო არის აქანა მოხვედრა. დღევანდელი ვიდეო იქნება რომის სანახაობებზე. ყველაფერს ამ ვიდეოში გაჩვენებთ, რისი ნახვაც შეიძლება. წინ გვაქვს 6 დღე და შეგვიძლია გადავიღოთ ბევრი რამე. ხალხი მიდის მოდის. ბილეთები ნაყიდი მაქვს ონლაინ. დაახლოებით 2 თვით ადრე ვიყიდე და 15 ევროში ვიყიდე ბილეთები და ამ ბილეთში შედის კოლიზეუმის ნახვა, რომის ფორუმის ნახვა და კიდე პალატინია წერია მე მგონი. მაგრამ კვესტი გვაქვს შესასრულებელი. ოფიციალურ საიტზე არ მიყიდია და ბილეთი რო ავიღოთ, აი რაღაც ადგილი არის მონიშნული, იქ იდგება კაცი ლურჯი ჯოხით და ის მოგცემს ჩვენ ბილეთებს. იმედია შევასრულებთ მაგ კვესტს რა. წავედით. რომში ყველას გირჩევთ რომ ბოთლი ატაროთ, იმიტომ ყველგან არის დასალევი წყლები. ხო და ამის დალევა რაფერ შეგიძლიათ? შეგიძლიათ თითი მიაჭიროთ. აი, მწვარი. აი ესე. და დალებთ რა. წავედით. რაფერაც გითხარით, ყველგან წყლები არის და აგერაც არის წყლის ჩამოსასხამი. წყალი არის უფასოდ. მაგრამ მაღაზიაში სხვათა შორის ძვირი იღებს. აი ახლა უნდა მივიდეთ, ჩვენი ბილეთი უნდა იყოს აი იმ თაღთან. იო. ვიპოვეთ. Thank you. აი. მოგცა ბილეთები, ჩვენ გვაქვს პირველს რო ვკლია 15 და შესვლამდე 15 წუთით ადრე შეიძლება შესვლა და 15 წუთის დაგვიანება შეიძლება, თუ არა მე აღარ შეგიშვებენო რა. და შესასვლელიო იქედან არის. ეს არის კოლიზეუმის რიგი. აქ და იქეთ არის ფორუმის რიგი. თქვენი პასპორტი უნდა აჩვენოთ და ეს ბილეთი და შეგიშვებენ. ისე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ. წავედით ახლა. მეგონა დიდი რიგი იქნებოდა, მაგრამ არა დიდი რიგი. რიგი კი არის, მაგრამ ძალიან მალე გადეს რა. ნუ ერთი სიტყვით 15 წუთში შევალთ რა. შემოვედით უპრობლემოდ პირველი კონტროლი გავიარეთ. პირველად ამოწმებენ დრო, არ იყოს სხვა. და აქ რა ხდება არ ვიცი, ნახოთ ახლა. Thank you. ბილეთს და პასპორტს აჩვენებთ და მოდიხართ ჩვეულებრივად. მე ვიქნებოდი მაგარი გლადიატორი. იყო როცა ძალით აჩხუბებდნენ, მაგრამ იყო ხალხი, რომელიც თავისინებით მოდიოდა და იცოდა რაზე იყო წამსვლელი. რაფერაც ვნახე, დაახლოებით 500,000 ადამიანი აქვს არი და მილიონი ცხოველი და რაფერაც ვატყობ, ადამიანები უგებდნენ ცხოველებს, ხო? ნუ კაი, არ გვინდა მასე საუბარი და შევედით შიგნით. ვეცდები რომ გადავიღო მაინც. რა ხდება აქ? გაჩხრეკვა. კიდე გევიარეთ ბილეთის შემოწმება. ბილეთები განსხვავდება და თუ გინდა თვითონ შიგნით დრო შეხვიდე არენაზე, ყოფასი აქვს. ამწუხაროდ არ შედის ჩვენ ბილეთებში არენას შესვლა, მაგრამ
წავიდით ახლა და ზემოდან გადავხედოთ. არ მინდა რომ ვიჩხუბო ძმაო. მინდა რომ ზემოდან ვუყურო პროსტა და სიტუაცია გავაანალიზო და მოვაგვარო რა ქუთაისურად. რა თქმა უნდა ჩხუბი და უბედურობა წავეცა მოდი. იმპერატორის ადგილი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მაგარი ადგილია. სხვანაირი შეგრძნება არის, ხელით რო ეხები აქაურობას, აქედან რო გადახედავ და იქეთ რო ჩხუბი მიდის. ძველებური UFC იყო, მაგრამ უფრო ცუდი წესებით. წყალი ყველგან არის, რაფერაც გითხარით, კოლიზეუმშიცაა დასალევი წყალი, თუ გინდათ. აქეთ არის ახალი რომი და აი აქეთ არის ძველი რომი. ქართველებიც არიან, მესმის ქართული ლაპარაკი. აი კიდე რას შეიჩეხებით აქანა რომ მოხვალთ. აი. ძალიან ბევრი ტურისტი. თვითონ არენის გარდა ბევრი რამის ნახვა შეიძლება შეგნით. ამნაირი ხმები ისმის მთელ ქალაქში. კინოებში რო არის ხოლმე, ხო იცი? აი ისეთი. მეგონა კოლიზეუმში მარტო რო შეხვიდოდი, იგი იყო სანახავი არენა და თურმე მოწყობილი არის რაღაც სივრცეები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კი ბატონო, პატარ-პატარა ისტორიები არის და ძველი ნივთები და ნუ ერთი სიტყვით აი სანახაობა არის რა. ან შეგრძნება იმისი რომ ამ ხელა ისტორიაში დადიხარ, უფრო მაგარი არის. რა სიტყვი ერმა? ძალიან შთაბეჭდავია ყველაფერი. ვათვალიერებ დიდი ინტერესით. ნამდვილად. თუ დამაცდი, მაღაზია ყოფილა აქ. ნახოთ შეგნით. რა ხდება? აი ფასები. აქედან შეგიძლიათ წაიღოს სუვენირი, მაგრამ აქ არის ორმაგი და სამმაგი ფასები. მაგრამ შიგნით გექნება ნაყიდი და ყვა ის ექნება რა. ირმა. არ გინდა 150 ევროთ? აუ 150 კა შეხედე ემას რამდენი ღირებული. რა არ ვქნა? ხელი არ მოგიდო. მართლა ხელი არ მომეკიდოს იმენა რა ამბავია. ტიტუსის თავი არის 320 евро რომ მივცე. ტიტუსის თავი კი არა, რა ვიცი. ეგი რო წევიღოთ, ახლა რა უნდა დავტოვო? ფერსაცმელები, ნოუთბუქი თუ რა ანა და? არ ვიცი. თანო წაგართვა. თანო აეროპორტში წაგართვან რო ეს არის 320 евро. არა. ფასები არის. ირმა ხელი გოუშვი. ნურც უყურებ მაგას აქ არა. ეჰე, всё, გამოდი ახლა. აი 22 евро ღერს. მაისური. გამევედით იმ მაღაზიიდან. ჯერ არ გამდიდრებული არ ისე რომ აქანა რამე ვიყიდო. მაღაზზე გამახსენდა. ტურისტულ კომპანიას მიმართავ. შეგიძლიათ გამიგეგმოთ ტური, გამიშვათ, მე კიდე კაი ვიდეოს გადავიღებ. არა მაქვს პრობლემა. დავტოვებ აღწერაში ჩემ მეილს და იქ არა მომწერეთ. მაგარია რა. ირმა, რა ხდება? მინდა რომ შვიდად დავათვალიერო და უი, რას მელაპარაკებ, ეს ტურისტები გაწუხებენ ხო? არა. აბა? შენ. მე? გადამიღე. ამნაირ დღეში ვარ, ამიტომ ვიღებ აი ახლა ასე. აი იქ თუ გინდათ ჩასვლა უფრო მეტი არის გადასახდელი. მე მგონი ციხე ქვია ამ ბილეთს, ციხის ბილეთი და ქვემოდან შეგიძლიათ ნახვა. ფულებს აქ აწყრიან. იქ აწყრიან. იქ თუ გაარტყამ, ალბათ უფრო მაგარი ხარ. აი იქეთ აწყრია. ისედაც გაჭირვებული არის იტალია და ვეხმარებით. ყველგან, სადაც კი შეიძლება და არ შეიძლება, ყველგან ფული ყრია. გამოვედი კოლიზეუმიდან, მეგობრებო და ძალიან შთამბეჭდავი ადგილი იყო. ერთხელ მაინც უნდა ნახო ეს ადგილი, ძველ რომ შეიგრძნობ. ერთი სიტყვით ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ და ნახოთ ეს ადგილი. აი ახლა წავიდეთ ამ ბილეთში შედის ფორუმის ნახვაც, წევიდეთ ფორუმიც მევინახულოთ. აქ ბიგი არის ხო?
ამხელა რიგი არის. 10 წუთი ავდგავართ და ნახევარიც და გევიარეთ და ძალიან მალე გადის რა რიგი. აი. გავით. ნუ 75 წუთია გამბილეცვა და გატარებიდან და თან მოუსწარით შემოსასვლელად, თორემ მე თავიდან გვექნებოდა ბილეთი საყიდელი. თორე ისეთ ასვენებას ვაპირებდი. აქაური ბილეთი ცალკე რო იყიდო, ძვირიღებს რა. დაახლოებით 20 евро მარტო ეგ იღებს მე მგონი აქ შემოსვლა. ზუსტად არ ვიცი, არ მინდა რომ მოგაწონა. აუ, აქაც კონტროლი არის. შემევედით და ამ კაცრი კონტროლი არის რა. ეს გაიძრე, ის აქ დადე, ის იქ დადე. აქ მუზეუმი არის, რო შემოდიხარ მარჯვნივ. ამიტომ უნდა დახედო რუკას. რაღაცებს გამოტოვებ თუ არ იცი. მე რომის პაპა, კაი რაღაც შოუები იდგმებოდა ალბათ აქ და რაღაც სანახაობები. წავით ამაკეთ სხვაგან. აი იმ თეატრიდან გამოვდივართ პირდაპირ. რანაირ ადგილზე იცი, კოლიზეუმი, ვისაც წარმოუდგენია რანაირიც არის, მე მგონი ზუსტად ამნაირი ადგილი არის, ნახევარი მაღალი, ნახევარი პატარა. ეს ვერტალიოტები დაფრინავენ სულ. გულიანი ხალხი ზემოდან უყურებს კოლიზეუმს. დევიღალეთ ირმას ტელეფონით ვიღებ ტიკტოკებს იმენა ყოი მასქნა რას ქვია აჰ კიდეა ზანაზი ხარ გიო აი რა ვარც იქნა მორჩით ირმას ტიკტოკების გადაღებას და წამევედით რამხელა არის ფორუმი და აქ ამზივართ კოლიზეუმთან რამდენი ხანია არ ვაკეთებთ არაფერს წევიდეთ იქეთ ავათვალიეროთ რა ხდება ძველი რომაელი რამდენად მომცემს YouTube-ი ამის შვენების უფლებას არ ვიცი და რა ნახოთ მაგრამ მუზეუმში არის და მე რაშუაში ვარ დიდი სამბით კი უყურებ მაგრამ იტალიურად ვერ ვგებულობ ვერაფერს ვეით რო შემოხვალთ ფორუმზე არ დაგავიწყდეთ მარჯვენა მხარეს წამოდით და არის მუზეუმი და ძალიან კაი ხედებია კოლიზეუმზე ეს ხალხი აი რო შემოდის შემოდიან და მიდიან პირდაპირ აი იქეთ თუ შემოხვალთ და იქ მუზეუმში შეხვალთ მოგეწონებათ გაითვალისწინეთ სანამ სიარული შეგვიძლია მანამდე ზემოთ ავიდეთ აი პალატინი ეს იტალიერები რანაირი ხმაურიანად ლაპარაკობენ და ვით ახლა და ზემოდან გადავხედოთ ფორუმს ოქროს თევზები დაცურავს შიგნით და ეს ფანტანით ძალიან ლამაზი არის რა. კაი ადგილი ყოფილა ეს ფორუმი. ახლა ვაკვირდები და შეიძლება ერთი დღეც გიჭირდებოდეს ამის ნახვას. მე ვიწვალებ, გავიგებ ადგილებს და თქვენ ჩემი ვიდეოდან იმსჯელეთ და იარეთ. შეგიძლიათ ამოხვიდეთ, მარჯვნივ წახვალთ მუზეუმია და კოლიზეუმზე ხედი, მარცხნივ წამოხვალთ და პალატინზე ამოხვალთ ზემოთ. შვენიერი ხედები არის, იქეთ მანდარინების ხეები. ჩვენ იმნაირ დროს ვარ წამოსული, ახლა არის მანდარინები ასხია. ქვემოთ არის ფორუმი. წავედით ახლა. ზემოთ იმ ფანტანზე რო ამოხვალთ და მე მარჯვნივ წამოხვალთ მანდარინების ბაღიდან გამოდიხარ ვერანდაზე საიდანაც შეგიძლიათ გადახედოთ რომს ეს პალატინი არის ზემოდან
გადაყურებს რომის ფორუმს. ძალიან ლამაზი ხედები არის აქედან. შეგიძლიათ ზემოდან გადახედოთ ფორუმს და მერე ჩახვიდეთ ქვემოთ, იმიტომ ქვემოთ რო ჩახვალთ, იმხელა არის ახლა აქედან ვაკვირდები, ზემოთ ამოსვლის თავი არ გექნებათ და ძალიან ბევრ რამეს დაკარგავთ. მაჩვენებლებს რო გამოვყევით, მუზეუმი არის პალატინის, მაგრამ 4 საათია და უკვე დაამთავრენ მუშაობა. მე გამოვიდი. ეტება და მესამედის ნახვაც ვერ მოვასწარით. 4 საათზე იკეტება და თურმე და გაითვალისწინეთ, იმიტომ ძალიან ბევრი არის სასიარულო. რომის ფორუმზე ქვემოთ ვერ ჩავედით, მაგრამ ზემოდან გადავხედეთ. რაც კი ისტორიული რაღაცები ქონდა, ნანგრევების შვეტები, ყველაფერი შეგნითაა მოთავსებული და ნუ ნანგრევები არის რა. რო შევსულიყავით, გაიქნებოდა, მაგრამ ვერ შევედით. გაითვალისწინეთ თქვენ, რომ 4 საათზე იკეტება და მოხვიდოთ უფრო ადრე. მადლობა რომ მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. წავედით ახლა შემდეგ ადგილზე. შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და კარგ სანახაობად შეგიძლიათ ჩათვალოთ ღამის ვატიკანი. მოსასვლელში შეხედე რა ლამაზი შენობებია და სხვათა შორის ბევრი შენობა არის ასე იტალიის ფერებში განათებული. შევიდეთ აბა ვნახოთ ღამის ვატიკანი რანაირი არის. მეგობრებო, წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან მოვედით ხამე. შიგნითაც განახებთ ამას, ვატიკანის მუზეუმსაც განახებთ. ოღონ მთლიან ვიდეოს გადავიღებ ვატიკანის მუზეუმზე და აი ამ ტაძარზე და მთლიანად ვატიკანზე. შეგიძლიათ მოუცადოთ, ცალკე ის ვიდეოც დაიდება. მოდი ახლა წავიდეთ, სხვა სანახაობა ვნახოთ. ბონჯორნო ბრაგაცი. თუ რაფერი ყო? ხო, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს? ახლა მივდივარ ტრევიშად რევანთან და ესპანურ კიბეებთან. მინდოდა მექირავებია სკუტერი, მაგრამ რა მითხრენ იცი? საქართველოსო მართვის მოწვაო ინტერნაციონალური არ არისო, რაღაც საბუთი გინდაო და იმითიო მოგცემოდა. არა და მე ვიცოდი რომ საქართველოს საბუთი ჭრიდა რა. თურმე არა. რა ვქნა ახლა? ასე გალიცინივით, იმიტომ ვარ გამოწყობილი. უნდა წავიდეთ რესტორანში ირმას დაბადების დღე არის და თავრობამ ასე გადაწყვიტა. კაი, ახლა წევიდეთ და ვნახოთ ტრევის ადრევანი, ესპანური კიბეები, სკუტერი ვერ ვიქირავეთ და ახლა რა ვქნა? წავედი. ელექტროსკუტერის ქირაობა მინდოდა, მაგიც ვერ ვიქირავე, იმიტომ მართვის მოწმობა საჭირო და ჩემი მართვის მოწმობა ქუთაისშია. მე ვთქვი პასპორტი მაქვს, სხვა რამე რაში დამჭირდება თქო და ერთი რისი ქირაობაც მოვახერხე, აი, ბირდი. ამით წავალ ახლა ტრევის შადრევანთან. სკროლის ზონა დამთავრდა და ახლა ფეხით მოვდივარ. და ყველგან სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან არის სანახაობა და ძალიან კარგი სასეირნო ქალაქი არის რომი. თურმე ლიანი ქალაქი არის მუზეუმი. შეიძლება დავიღალე. და ჩემი დაბადების დღე არის და იმიტომ რომ ერთი დღე გვეტარებია შვიდად. არა. ყველას უხარია, მაგრამ გახარებული იქნება, ყველა არის დასასვენებლად ჩამოსული და დასასვენებლად რო ვარ ჩამოსული, მეც მიხარია. აუ, რამდენი ხალხია შეხედე. გაითვალისწინეთ, რომ ბარათით მარტო გადახდა, ქეშად ვერ გადაიხდეთ რა. 2 ევრო აქანაა გადასახდელი, კაცზე და მე ახლა რო ჩააგდებ, მაგი თავისთავად. ყველაფერი რაც მაქვს ნანახი ინტერნეტში, პატარა მეგონა და ეს რამხელა, ეცი, ძალიან მასშტაბური არის. ახლა ჩემთანაც მას ეჩანს ახლა. რაფერაც მე უყურებდი, მაგრამ ძალიან დიდი ჯარიმა არის წყალზე შეხებაზე და ყველაფერზე. რამდენი ფული არის? აქანა მოსვლა და ამის გადაგდების გარეშე წასვლა რაფერ გამოვა ახლა? 1 მონეტას თუ გადააგდებ, დაბრუნდები უკან, 2-ს თუ გადააგდებ, შეყვარებულს იპოვი, 3-ს თუ გადააგდებ, მერე საერთოდ ცოლსაც მეიყვან და 4-ს თუ გადააგდებ, გამდიდრდებიო. ახო ვისაჯერა კიდე. მარჯვენა ხელით მარცხენა მხრიდან უნდა გადააგდო და მაშინ ხდება ეგ ყველაფერი. წავიდა. 1 2 3 ძალიან ბევრი ხალხი არის, აი გარეთ. აი. რავი, 2 ევროს რაში ვიხდით, არ ვიცი ახლა. ის ხალხიც ამას უყურებენ და ჩვენ უფრო ახლოს მივდივართ და მაგი არის რა. თელ ტერიტორიას ვერ გადაკეტავდნენ ახლა და 2 ევრო სიმნაირი ფასი არის, ახლა არა ისე ძვირი რომ არ გადაიხადო ახლა.
შიგნით შემოდიხარ და ხურდას აგდებ ახლოდან. შორიდან რო ისროლო არ შეიძლება დაცვა არის და გაფრთხილებს. კიდე რო იცოდეთ 10 საათზე იკეტება და ადრე იყო რომ ყოველ ორშაბათს ასუფთავებდნენ და ახლა არის ორ კვირაში ერთხელ ორშაბათ დღეს, მაგრამ რაღაცა 2 საათიდან შეგიძლია შემოსვლა. ისე 9 საათიდანაა შემოსვლა. დილის 9 საათიდან. გამოდიან და აქ რაც კი ფულები ჩაიყარა, ამოხიკავენ და მე ხმარდება კაი საქმეს რა. წევით ახლა ესპანურ კიბეებთან. გამოდიხარ ტრევიშადრევანიდან და აი პირდაპირ აქაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ძალიან ლამაზი ეკლესია არის. ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაცა სანახავი და ეს ჭერი შეხედრა ლამაზი. Sad კიდე ამ ხელა ეკლესია შემოგვდა. Madre di misericordia, Vergine prudente, Vergine degli amore, ისპანეთის დროშა ჩანს იქეთ და ალბათ იქეთა. ხალხი ამდენი საიყო გიმარ. მოუახლოვდით ესპანურ კიბეებს და რა ამბავია შეხედე. ამ ადგილმა ცნობადობას მოიპოვა ფილმიდან რომაული არდადეგები. ირმას თავისი კაბააცვია და უნდა ჩამოშრიალდეს, ახლა აგერ თავისი TikTok-ი უნდა გადაიღოს. ძალიან ტურისტული ადგილია. მინდი და გამეიქეცი და მე გადავიღე. წევიდეთ ახლა და ზემოდან გადმოვხედოთ. რა გინდა მას ახლა ბალახვნის კიბეები არ ჯობია? კი. ჩემი ასკიბეები ქუთაისში. ან ჩვენთან დავით აღმაშენებელი დგას ზემოთ და ეგი რაია. ამევედით ზემოთ და არის აი ეს სვეტი, ზედა ეგვიპტური იეროგლიფები და ეგვიპტური რაღაცეებია. საიდან მოხდა აქან ახლა კაციშვილმა არის. ეიღენ ეგვიპტიდან ჩამეიტანენ აქანა და დადგენ. წამოხსემოდან გადავხედოთ კიბეებს. ესპანური კიბეებიც ნახეთ. წევიდეთ ახლა პარამე ვნახოთ. სად შემოხვდა აგერ მაღაზია. ფილეული სნექი ყველაფერი არის. რამდენი რამე არის. ეს რას წარმოადგენს? 16 და 90 ხერს პატარ-პატარ არის. სნიკერსაც ქონია რაღაცა ნუტელას მსგავსი რაღაცა. კანაფეს ბრაუნი. ვიყიდო? რა ვქნა მეგობრებო? გავსინჯო? არა შეიძლება. კაი, წავედი. დავსეინობთ აგერ ჩვენთვის ღამე და აგერ ირმას დიორი მომდა. არ შეხვიდე, არ შეიძლება. დაკეტილია. აუ, ახლა პრადა დაინახა. მაგიც დაკეტილია ირმა. ესპანური კიბეების მოპირდაპირ მხარეს არის ქუჩა, სადაც არის მაღაზიები, რომლებშიც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ შევალთ. აი, ამას გულისხმობ, ნახეთ. საღამოს იტალია კიდე ერთი სანახაობა არის. ძალიან ლამაზია ყველაფერი. ეს არის რომის გაერთიანების სიმბოლო, ვიტორიანო. უბრალოდ ასვლა თუ გინდათ ზემოთ 5 ევრო ღირს, აი იმ სვეტებთან თუ გინდათ მისვლა და ძალიან მაგარი ხედები იშლება. ახლა ღამე არის, დაკეტილი არის თუ არა, ნახევარზე ასვლა უფასო არის და მუზეუმია შეგნით კიდე და იმ მუზეუმში შესასვლელად 18 ევროა გადასახდელი. რავა ყველაფერში ფასი უნდა. აქანა ამგენს არ ვიცი მე. თუ შევძლებ, დღეც მოვალ აქანა. წავედით. სახლის გზაზე, აი ასეთი რაღაც შეხვდა. Buongiorno. Buongiorno კი არა? შემდეგ სანახაობა სადაც ვაპირებ წასვლას არის სიმართლის პირი. რა როგორც კი არა? რა ფერად ესპანური კიბეები, ისე არის ცნობილი აი ეს პირიც რომაული არდადეგების კინოდან.
მაგან გაუწია უფრო ცნობადობა რა. წევით ახლა და ვნახოთ მაგ. მეგობრებო, რანაირია იცი? სადაც არ უნდა წახვიდეთ, გირჩევთ რომ ჩაიცვათ სპორტულად, კომფორტულად უნდა იყოთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, ფეხით ჯობია წასვლა. თუ ახლა საცხა 20 კილომეტრია და გააჩნია. გზაში მე რაღაცებს ვხდებთ, რომ ყველგან სანახაობა არის რა. სასეირნოდ არის იდეალური ქალაქი. ყველგან რაღაცა არის და ყველგან რაღაცის ნახვა შეგიძლიათ. აი, მე მგონი ის არის ჩვენი სიმართლის პირი. მოვედით. აქეთ არის უბრალოდ შესასვლელი. ეს ხალხი თბილად გადან რაღაცას უხსნის უბრალოდ, თუ არა შესვლა შეიძლება პირდაპირ. აი აქეთ არის ეს რიგი. ეს ამხელა რიგი არის ყველა პირთან მისასვლელი რიგი. ჩავდგებით ჩვენ სახარიქში. იმედია ღერს ამ რიგში ჩადგომა და არ მომაჭამს ხელს ის რაღაც. მაგრამ მე თბილებს არ ვამბობ და არ მეშინია. ამდენი ხანი ვიქნები რიგში გეტყვით. უკვე მე რამდენჯერ შევხვდით. მოკითხვა აქედანაც. შემოვედით შიგნით და აი 20 წუთია დაახლოებით რომ ვდგავართ რიგში და კიდე რამდენი ხანი მოვუნდებით რა ვიცი. ნახოთ. გამარჯობა. გეუნები. გამარჯობა, მოდი, მეტი მადლობა. კი. გამოიწერეთ მელო. გამარჯობა, მელო. აჰა, ეგეც მე ვარ. ეს მელო. მოდი. ხო იცით ახლა ტყვის თუ ვიტყვი ხელს მომაჭამს, ამიტომ მე მიყვარს ქუთაისი, მე მიყვარ ჩემი გამომწერები. გეუბნებით. კარგად. ნახვამდის. აი იმ პირიდან შემოვდივართ ეკლესიაში. ვისაც პირთან არ უნდა მისვლა, აქედან შემოდიან პირდაპირ ეკლესიაში. ეკლესიაში დაათვალიერებენ. აგერ არის სუვენირები. ამბიურო. ყველა მიცის ქართული, საიდან იციან? ნახვამდის. გამევედით, პირში შევყავით ხელი. პირში ხელი შეყოფა რანაირია. 9 საათი ვიდექით ამ რიგში და ზუსტად 10 წამი გადავიღე ალბათ ვიდეო და 5 წამი ირმამ გადაიღო სურათი. ხო და კი არავინ გაჩქარებს და გეუბნება რომ ჩქარა-ჩქარაო, მაგრამ ალბათ დიდი ხანი თუ დადგები და გაჩქარებენ, მაგრამ მაინც სამდენი ხალხი რო იცდის, უცებ მინდოდა მეთქვა ყველაფერი. ნახავდით ალბათ დაზედ მოვახერხე თქმა, ეგე იყო, მაგრამ ცოტა ხანში ისე ამასაც ფასიანს გახდიან, რაფერაც ვატყობ. ხალხიც მარტო აქ მიდის და შიგნით ეკლესია კი ლამაზია, მაგრამ აქანა ყველაფერი ლამაზია და ზემოთ აღარ აქცევ მე ყურადღებას შიგნით. რამდენად ღირს აქანა 9 საათი რიგში დგომა, თქვენი გადასაწყვეტი არის. სუვენირი ვიყიდეთ. ჩემი მაცივრისთვისაც მიმაქვს აჩოქარი. ხო უყურებთ? რანაირ რისკზე წევედი თქვენი გულიზა რა. ტყვილი რო ყოფილიყო რომ ჩემი გამომწერებიო და ქუთაისიო და აქეთ-იქეთ ყველაფერი ხომ მომაჭამდა, ეგი ხელს. ხო და ახლა თქვენც უბრალოდ შეგიძლიათ რომ გამეიწეროთ ჩემი არხი. ჩემი სპიკერი აგერ პირთან არის აგერა. ბევრი რაღაცა არის მიწებებული და ჩემი სპიკერიც ახლა არ უზამს აქანა არაფერს. ის რო იყოს რომ არ შეიძლებოდეს არ ვიზამ. თუ მოყვალთ აქანა იცოდეთ აგერა ჩემი სპიკერი და შეგიძლიათ გამეიწეროთ ჩემი არხი. წევით ახლა სხვა სანახაობა ვნახოთ. მეგობრებო, ახლა მივდივარ. უნდა ვნახოთ კარიბჭე, რომლის ჭუჭრუტანიდან ჩანს 3 ქვეყნის ტერიტორიას ნახულობ ერთი ადგილიდან რა. იტალიაში ხარ, მალტის რაღაცა ორდენის ადგილს უყურებ და ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის თავიც ჩანს. ახო ფეხით სიარულზე რაც გითხარით, კიდე ეგი არის იქედან 700 მეტროში და ახლა 700 მეტროს ავტობუსით სიარული არ ჭირდება, ამიტომ ავტობუსით დამეტრა. ფეხით არ ჯობია, აღმართზე სიარული ჯობია. ევედით ადგილს რო უახლოვდები, უნდა მიხვდე იმით, რომ რიგს დაინახავ უსაშველოს. სადაც არ უნდა მიდიოდე ყველგან. ნახოთ აქანა რა ბარამდენი ხანი მოუნდებით. წავიდენ, მობეზდათ. ჩვენი რიგის გასვლა დამოკიდებულია ფოკუს რამდენად გაასწორებს ტელეფონი. აი
ახლა ვნახოთ დიდი ჯახი. iPhone თუ Samsung. უნდა iPhone. ვნახოთ ვინ უფრო კარგად გაასწორებს ფოკუსს და რამდენი ხანი მოუნდებით მე და ირმა. აი არავინ აკონტროლებს, მაგრამ მაინც ხალხი რიგს იცავს, აი ეხანა ხრეტილში გასახედად გავარდევინიშნე დრო და ზუსტად საათი და 10 წუთი არის და არ ჯერ რიგის შუაში. თუ გინდათ არ დაიღალოთ, აი მე რამშველის უყურე, ქუთაისური ცუცქი. ქუთაისურმა ცუცქმა გადამარჩინა, დევიღალე, მაგრამ ასე ვისვენებ. ეგი არის დასვენება ახლა. შუაზე ოდნავ წინ ვარ და ახლობით 1 საათი ალბათ კიდე მომიწევს ასე ცუცქი. არის, მოუახლოვდით, ცოტაც დაგვრჩა. ამ ხელა რიგია და როიცოდეთ კიდე მალე არ გადის რიგი. დაახლოებით საათნახევარია გავართ და ალბათ ჩვენ რომ მოვედით, აი ქვიდექით და საათნახევარი მოუნდით აქამდე მოსვლას. თითქმის ბოლომდე და ამაზე მეტი რიგი თუ იქნება, იცოდეთ რომ 1-2 საათი მოგიწევთ აქანა დგომა. აი ახლა გაჩვენებთ კადრს რისი გულისთვისაც ვდგავართ აქანა, დაახლოებით საათნახევარია. რაფერაც მოსალოდნელი იყო, ჩემმა კამერამ უფრო უცებ გააკეთა ფოკუსი და საათნახევრიანი რიგში დგომის მერე 5 წამში გამევედი აქეთ. მანდამაიც ვიღაცების ეინობდნენ ეკანა, რა ვიცი. ამ ვიდეოს ფას ძენს იგი რომ ამდენი დრო გაქვს დაკარგული აქანა იმის გადასაღებად. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ საათნახევარი რამდენად გიღირთ აქანა ამის აღების გულისთვის. წავედით ახლა პანთეონი ვნახოთ. იმედია ამ ხელა რიგი არ იქნება იქანა. მე მგონი 2023 წელს გახდა ეგი ფასიანი და 5 ევრო ღირს ბილეთი ოფიციალურ საიტზე და აქაც შეგიძლიათ ბილეთის ყიდვა და აი ეს არის ბილეთის რიგი, იქეთაც ბილეთის რიგი არის და ბილეთი თუ გაქვთ, რიგი არაა, შეგიძლიათ შეხვიდეთ. ამიტომ ყველას გირჩევთ რომ წინასწარ იყიდოთ ბილეთი, მე კიდე წინასწარ უნდა მეყიდა. ახლა ამ ხელა რიგში ჩადგომა, არ ვიცი რა ფერი იქნება. ეს პანთეონი სოფლიოში ერთ-ერთი შენობა არის, რომელიც არის შემორჩენილი. კოლიზეუმი დანგრეულია, ფორუმი დანგრეულია, ბევრი რაღაც დანგრეულია, მაგრამ ეს ადგილი არის შემორჩენილი დაუნგრევლად. იქეთ ხარეს არის ბარათით შეგიძლიათ იყიდოთ. აი აქეთ ქეშით. რიგი ყველგანა. სხვათა შორის მალე გადის ეს რიგი. თითქმის მევედით. იქანა ხრედილში გასახედ რიგში უფრო დიდი ხანი ვიდექით, ვიდრე აქანი მოვედით. რაფერაც გითხარით, ძალიან მალე გადის რიგი. შევედით ახშიგით. ძალიან შთამბეჭდავი ადგილი არის. ისი არის დაპროექტებული, რომ მზის შუქით ასე ისე ურტყამს, რომ ყველაფერს ანათებს. ეს ადგილი რო გადარჩა, იმის დამსახურება არის, რომ რომის რომელიღაცა იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ ეჩუქებია ეს ადგილი ეკლესიისთვის და პაპს აჩუქა. და ამის გამო არ გაძარცვენ და რაფერაც გითხარით, კოლიზეუმი გაძარცვენ, იქეთ ნანგრევებია ყველაფერი გაძარცვენ, მაგრამ ეს ადგილი არაა გაძარცვული და ვატიკანს რო ეკუთვნოდა, გადარჩა. და საინტერესო რა არის, იცი? მიქელანჯელოს უნდოდა რომ რაღაც მიმსგავსებული გაეკეთებია და წმინდა პეტრეს ტაძარიც ამის ინსპირაციითაა გაკეთებული და წმინდა პეტრეს ტაძარი კი არა მსოფლიოს ძალიან ბევრ ადგილში თუ გუმბათიანი რამე შეგხვდებათ მუზა მოდიოდათ ამითი და უნდოდათ რომ გაეკეთებიათ რა. ამერიკაში თეთრი სახლიც გუმბათი აქვს, გექნებათ ნახე. აი ასე გამოიყურება. უნდოდათ რომ ამნაირი გამოეყვანათ, მაგრამ ეს არის ინჟინერიის სასწაული. ამდენი ხანი წლებს გაუძლო და რა ვიცი, ძალიან ბევრი ისტორიას ინახავს ეს ადგილი. კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ აი ეს იატაკი, თეთრი, ეს ყავისფერი, ყვითელი, გრანიტი, რა ვიცი, ეს ფილები ყველა არის ჩამოტანილი
სოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, თავშად ჩინეთიდან, ეგვიპტიდან, რავი, საზღვარი ღვაზე, ახლოდან კი არა, ყველაზე შორ მანძილზე მიდიოდნენ და იქედან მოქონდათ აქეთ ეს ფილები. რომ ყველასთვის ეჩვენებიათ რა მაგრები არიან და მართლაც მაგრები იყვენ იმ პერიოდში. როცა წვიმს წყალი ჩამოდის პირდაპირ აქ და ისი არის გაკეთებული ყველაფერი, რომ დახრა აქ ასე და აი იქ საწრეთი აქ წამოდი, გაჩვენო. აი აქ ჩადის წყალი. აი აქაც ჩადის, აი წეზე. საინტერესო ადგილი იყო. ვინ ჩემ ვლოგს უყურა, გეცოდინებათ რომ დრონი წამოვიღე, მაგრამ ვიდეოში დრონის კადრები არ არის. საქმე რაშია, იცი? ჯერ დრონს ვერ ვაფრენ, იმიტომ რომ ყველგან წითელი ზონებია დრონის დააფრენ არ შეიძლება. მერე კიდეც რო აფრინავ, ამგენის ავიაციო რაღაციდან გინდა ნებართვა და ავაფრენდი, მაგრამ ყველა კუთხეში პოლიცია არის. საკმაოდ დიდი ჯარიმა არის დრონის აფრენაზე და ვერ მოვახერხე ერთი სიტყვით. სხვა ქვეყანაში რო წავალ, სადაც ასე მკაცრად არ იქნება ყველაფერი. არა. იქანა ავაფრენ. იმიტომ აქანა მთელი რომი ისტორიაა და ისტორიულ ადგილებზე აფრენ არ შეიძლებაო და ყველგან ისტორია, მე რა ვქნა. კაი, ახლა წევიდეთ სხვა ადგილი დავათვალიეროთ. მოვედით დღე ვიტორიანოზე. აქ რაღაც დონეზე მოსვლა არის უფასო და შეგიძლიათ მოხვიდეთ. მოდიხარ არის საპატიო დაცვა და ცეცხლი. ენელა რა ლამაზი ხდება ყველაფერი ზემოდან. ასეთი ლამაზი ხედია. აი რომზე რა ლამაზი ხედია. აგერ არის რიგი შეგნე შესასვლელი. ბილეთი ღირს 18 ევრო და ლამაზი ხედები გამოდის. იქ სვეტებთან მისვლა, მაგრამ 18 ევრო რამდენად ღირს არ ვიცი. პანორამული ლიფტი არის, რომელიცაც აყავხარ აი ამის თავზე. და მთელ რომზე აქ ხედი. აი ეს ლიფტი, ზეც გავგდებოდით, ზემოთ ვაყავხართ. უკანა მხრიდანა. ზემოთ ასვლა იმ ლიფტი 18 ევრო. რა ვიცი, ნამდვილად არ ღირს, ახლა 36 ევრო გადავიხადო და ზემოდან გადავხედო რომს. არის სხვა ბევრი ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ზემოდან გადახედოთ რომს. აქ რა არის? რაც პატარა ტერიტორია არის გარეთ გასვლის გზაზე. რაღაცებს აჩვენებენ, მაგრამ იტალიურ ენაზე. Io stavo a capace di entrare in una stazione senza provare un senso. რაღაცებს ყვებიან, მაგრამ ვერ გაიგებ რაც ყვებიან. გადიხარ. აი წავედით ახლა მივდივართ ანგელოზების ხიდისკენ. მოვედით მეგობრებო ანგელოზების ხიდზე. ეს ხიდი დააპროექტა ბერნინიმ. ამ მშენებლობას თვითონ ხელმძღვანელობდა. ანგელოზები რაცაა გამოკვეთილი, ყველა თვითონ არ გაუკეთებია, მაგრამ ორი თვითონ გააკეთა ბერნინიმ, ხო და რომელიღაცა ეკლესიაში არის ისინი შენახული, იმიტომ აქ წვიმისგან და იმისგან რო არ გაფუჭებული იყო და მისი ასლები არის ახლა აქ დატოვებული და ონლაინ რო იყიდოთ 16 ევრო ღირს აქ შესვლა და შიგნით რა ფერად ყველგან მუზეუმი არის და ზემოდან გადმოსახედი არის. პაპმა თქვა, ხილვა ვნახეო, რომ თავზეო აი ამ ეკლესიას ედგა ანგელოზი მიქაელიო და დაადგენ თავზე მთავარანგელოზი მიქაელის ზეგლი, რომელსაც ხმალი უკავია ხელში. ძალიან ცნობილი ადგილი არის ისე სხვათა შორის აი ეს. უკვე წასვლის დრო ახლოვდება და დავიწყე უკვე იმნაირი ადგილების ნახვა, სადაც შესვლას ფასი არ ჭირდება და ასე შეიძლება რაღაცების ნახვა და სავარაუდოდ ამ ვიდეოში ბოლო სანახაობა იქნება და წავიდეთ ახლა ერთად ვნახოთ ის ბაღი თავისი ნავებით.
ქვემოდან რო ადიხარ ვილაბორგეზეზე არ ვიცი ამ მოედანს რა ქვია, აი ასე გამოიყურება და აი უყურეთ, აი ესეთი წრი აქვს, გაკეთებული კედელი. ჩვეულებრივი ლაპარაკი, ასე ნორმალური ლაპარაკი, აი იქ გაიგონებს ადამიანს რაღაცნაირადაა დაპროექტებული რა. ძალიან საინტერესოა, თუ მოხვალ შეგიძლიათ სცადოთ რა. აი გაჩვენებთ ახლა ვიდეოს. ისმის ჩემი ხმა? კი? რას მელაპარაკებ, მართლა? გესმის რამე? კი? აი დაბალი ლაპარაკიც ისმის აქედან. კი, ისმის შენი. თქვი რამე? ეუ, რამ ხელაზე ისმის, იცი? არ იყო პიცა საშინელება, კაი იყო, წადი. აქედანაც თუ ჩვეულებრივი ლაპარაკი გესმის ახლა და რავი. თუ გესმის სამჯერ დატრიალდი, მიდი? მეჯერ რატო ვერ დატრია? აუ, რა ფერი ისმის, იცი, ჩვეულებრივად. წამოდი. აი შეხედე. რარი? არა, აქეთ წამოდი ჩემსკენ. მე ხმა. ძალიან ლამაზი პარკი არის ეს ვილაბორგეზზე. ძალიან ბევრი მონუმენტებია და ნანახი მაკრო. შოთა უნდა იყოს აქანა. ჩვენი რუსთაველი. ხო და? დავდივარ ვეძებ და ვერ ვნახე. და ძალიან დიდი პარკი არის. ყველგან გამოჩენილი ხალხის ძეგლებია და ერთი სიტყვით შოთა ვერ ვნახე და თუ ვიპოვი თქვენს განახებ. ქუთაისში ვის ახსოვს დევი? მე მახსოვს მაგალითად ბაღში რო დევი დადიოდა. რაღაც მიახლოებულად ამნაირი არის და მე ახლა უცებ თუ ავალ 100,000 გამომწერზე მივალ ქუთაისის მერიაში და დავაბრუნებიებ დევს. დევს რამდენად დააბრუნებენ არ ვიცი, მაგრამ ხო შეიძლება ჩვენ ბაღშიც რო იყოს იმნაირი რაღაცა. წყალტუბოში თუ არის ბაღში მაგი ჩვენთანაც არ შეიძლება? დავადოთ ფასი, ლარი იქნება, 2 ლარი იქნება, რაც იქნება, ბავშვებს გაუხარდებათ. წრეს და არ წავს ბაღს. რანაირი იდეა? მე მგონი კაია. ესე იგი ვზივართ ძალიან ლამაზ ბაღში. ეს კიდე ქუთაისზე ლაპარაკობს. ხო შეიძლება რომ დავისვენოთ. სოფლიოს გული არის ქუთაისი. რას მელაპარაკებ შენ ახლა? წავედი წამო შოთა ვიპოვოთ და ავებიც ვნახოთ კიდე აბა გავცუროთ თუ მოვახერხეთ. ძალიან ლამაზი ბაღი არის ეს ვილაბორგეზე. ახლა ძალიან დიდი ტერიტორია არის. ყველგან ვერ მივალ. და რაღაცეებს დავათვალიერებ. აქ მუზეუმი არის, რომელიც ახლა დაკეტილი არის და ვერ შევალ. ისე 7 ევრო ღირს. Google Maps თუ გახსნით, ზეთ არის ყველაფერი, რისი ნახვა შეგიძლიათ აქ. ახლა პატარა ტბასავით არის, იქნება ნავით გავისეირნო. ხალხი ისვენებს, მიდის, მოდის. ველოსიპედებით გატოვებენ. ყველგან არიან ქუჩის მუსიკოსები, ხალხს უხარიათ, ეკვავენ. ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ აქ თუ მოხვალთ. მეგონა ის ბაღი იყო დიდი, გზას გადმოკვეთ და მეორე მხარეს კიდე არის ბაღი და აქ არის ის ტბა, სადაც არის ნავები. აქ უკვე ელექტრომანქანებით სიარული და ბევრი კაციანი ველოსიპედებით სიარული აღარ შეიძლება აკრძალული არისო. ძალიან მშვენიერი სასეირნო ადგილია, შენ რა სეტყვენ? ეს ძალიან ბევრი ბასეირია, ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ ხალხო, არ წაიყვანოთ მეუღლეები დასასვენებლად, წაიყვანეთ მაკაცები. €5 ღირს 20 წუთი. აი ამ ხელა რიგი არის.
აქედან იწყება რიგი შესასვლელი. რამდენი ხანი უნდა ვიდგე რიგში, წარმოდგენა არ მინდა. ისე ლამაზი კი არის. ძალიან დიდი ბაღი არის და ერთ-ერთი ნაწილი არის ასეთი ლამაზი ადგილი, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, გადაიღოთ ფოტოები, ვიდეოები. ძალიან კარგი გამოდის, მაგრამ აი ამ ხელა რიგში მე არ ჩავდგები. იტალიაში ბევრი რამის ნახვა შეიძლება, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ რომი მენახა საფუძვლიანად და ეს ერთი კვირა მართლა საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაფრის დასათვალიერებლად რისი ნახვა შეიძლება. თავარი რაღაცეები ასე თუ ისე კი ვნახე, მაგრამ ვნახე რა ზოგი გარედან, ზოგი შიგნიდან ნახავდით, მაგრამ ძალიან ძვირი გამოდის. რიგების გათვალისწინებით არის, ამდენი დრო რო უნდა თუ არა შეიძლება. რიგები თუ არ იქნა, ამდენიც არ დაგაგვიანდეთ. ჩვენიერი მოგზაურობა შედგა და ძალიან ბევრი ცნობილი ადგილი ვნახე, რამაც ძალიან გამახარა. ზოგზე ღირდა იმდენი რიგში დგომა, ზოგზე არ ღირდა. მე თითქმის ყველგან მივედი და დაგათვალიერებიათ, ფასებიც გითხარით და აწი თქვენზე არის დამოკიდებული, სად მიხვალთ და სად არა. კარგი ახლა, მადლობა ყველას რომ მიყურებდით და თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო. იმიტომ мотивაციას მაძლევს თქვენი გამოწერები, თქვენი ლაიქები, თქვენი კომენტარები, რომ გავაგრძელო ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებ. მადლობა ახლა ყველას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დახვამდის. წავიდა. ჰოპ. რა ვქნა? რა გავაკეთო იმა? twin-ში მიჭირს? კი. ოპა, ჰოპ. Что? Sito, forto, maro, varo, fatto, findo. Mero mare. აი მეგობრებო, ირმამ ლუადას კადრი გაჩითა, მიხვდებოდით რაზეც ვაკლაპარაკეთ, თუ არ გაქვთ ნახურები, ნახეთ ის ჩემი ვიდეო ხინკლების და მიხვდებით. ახლა შეიძლებოდა რომ ავტობუსით წავსულიყავით. მაგრამ არ ვიცოდით რა ნომერს გავყოლოდით და ამიტომ ფეხით წავედით. მაგრამ ეს სხვა რამის გეტყვით. არა. ტყვილი არის მეგობრებო, მოგატყვილა. მაგრამ ეს გეტყვის რომ აი ისეთი მაგარია რომ ფეხით უნდა იაროთ. არა მეგობრებო, არ უნდა იაროთ ფეხით.